არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ჰანტავირუსი ფართოდ გავრცელდეს, თუმცა სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა ესპანეთში განაცხადა. ის მადრიდს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, მას შემდეგ რაც ამ ქვეყანამ კანარის კუნძულებზე ინფიცირებული საკრუიზო ხომალდის ევაკუაცია წარმატებით დაასრულა და მგზავრები საკუთარ ქვეყნებში კარანტინში გააგზავრა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ სირთულეებს, რომელსაც გემზე მყოფი მგზავრები და ეკიპაჟის წევრები ბოლო დღეებში აწყდებოდნენ. ხმელეთიდან მოწყვეტილ გემზე, სადაც 3 ადამიანი ჰანტავირუსმა იმსხვერპლა და არაერთი დაინფიცირდა. როგორც ტედროს ადანომ გებრეისუსი აღნიშნავს, საკრუიზო ხომალდის მგზავრებს საკმაოდ ფართო ინტერაქცია ჰქონდათ. შესაბამისად, არ გამოირცხება ვირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება. There is no sign that we are seeing the start of a larger outbreak. ამ წუთას არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ვირუს ფართო გავრცელება ექნება, თუმცა რა თქმა უნდა, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. გრძელვადიანი საინკუბაციო პერიოდიდან გამომდინარე შესაძლოა უახლოეს კვირებში მეტი შემთხვევა ვიხილოთ. უნდა ითქვას, რომ მგზავრებთან ინტერაქცია საკმაოდ დიდი იყო. ჩვენი მოლოდინებიც ამას ეყრდნობა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მგზავრები, რომლებმაც ხომალდი დატოვეს, მათ შორის მიუვალ ადგილებში ნაპოვნი არიან. დიდი ბრიტანეთის ძალიან რთული ოპერაციის შედეგად და მათთან კონტაქტი უკვე დამყარებულია. უნდა გავახსოვდეს, რომ ვირუსი არ ცნობს საზღვრებს, ჩვენი ყველაზე ძლიერი იმუნიტეტი კი სოლიდარობაა, ისეთი როგორც მაგალითად ესპანეთმა გაჩვენა. თავად ესპანეთის მთავრობა აქცენტს წარმატებულ ევაკუაციაზე აკეთებს, რის გამოც მადლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან უკვე მიიღო. არა მხოლოდ ქვეყნის შიდა რეგულაციების დაცვის, არამედ როგორც გებრეისუსი ამბობს, მორალური ვალდებულების შესრულების გამო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამგვარი სიტუაციების მართვის გაიდლაინებს გასცემს, თუმცა როგორც ორგანიზაცია შეფობენ, ქვეყნები საკუთარი სუვერენობის ფარგლებში ინდივიდუალურად შემუშავებულ საკარანტინო პროტოკოლს მისდევენ. პროტოკოლი, რომელიც ესპანეთში გამოიყენება 2 PCR ტესტს ითვალისწინებს. ერთი უკვე ჩატარდა, შემდგომი კი 7-8 დღეში უნდა ჩატარდეს. შედეგებზე დაყრდნობით სპეციალისტები მოგცემენ რჩევას თუ რა ზომებია მისაღები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივიდან, რათა დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს კრიზისი ჯერ არ დასრულებულა და ესპანეთის მთავრობა გააგრძელებს მგზავრების ახლო მონიტორინგს. Y el gobierno de España continúa siguiéndola muy de cerca y monitorizando cada uno de los ატლანტის ოკეანეში მცურავი საკრუიზო გემის მგზავრებზე მონიტორინგი ახლა მსოფლიოს არაერთ წერტილში გრძელდება. ამჟამად დაფიქსირებულია ჰანტავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევა. ასევე აკვირდებიან 2 საეჭვო შემთხვევასაც. საგულისხმოა, რომ ადამიანიდან ადამიანზე ეს ვირუსი მარტივად არ ვრცელდება, რაც მურიგი პანდემიის თავიდან არიდების საქმეში ბევრს აიმედებს.